გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. Galbatonebo da batonebo, rigito mokalakeno da aramardо, მოგესალმებათ დილის სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე. დილამშვიდობისა მეკლავ დაგიბრუნდით მარტო მინისტრი მოკლედ დილიდან ამას ვამბობ, იმიტომ რომ დათოს გარეშე ვარ. რა ვქნათ მინისტრებს ესეთი დაძაბული გრაფიკი გვაქვს და მოკლედ მინისტრთა კაბინეტში ოღონდ რადიო იმედის დილის სამინისტროს არაჩვეულებრივი ქალბატონები მესტუმდნენ. მე უკვე არაერთხელ დავაანონსე ფეხსაცმელისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, სადაც ხარისხი და ფასი ერთმანეთის პირდაპირ პროპორციულია. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია სულ ახლახანს გაიხსნა და ძირითადი ხაზი ქალებისთვისა, მას უკვე იცნობენ და აღიარებენ. დღეს დილის სამინისტროს სტუმრები არიან კომპანია ვოლატოს დამფუძნებელი გვანცა შალამბერიძე და ნინუკა წიქორიძე. მოგესალმებით ქალბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. მსმენელს მინდა უთხრა, რომ მართლაც არაჩვეულებრივი მშვენიერი ქალბატონები მობრძანდნენ და თემა ძალზედ აქტუალურია. რასაკვირველია, ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა ქალბატონებისთვის. მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეს და მე მგონი თქვენ რასაკვირველია და მსმენელის დამეთანხმება იმაში, რომ თუ ქალს ხარისხიანი და კომფორტული ფეხსაცმელი არაცვია, მაშინ რასაკვირველია ის სათანადოდ ვერ გამოიყურება. მოკლედ, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო 2017 წლის მოდური ტენდენციებით. გისმენთ თქვენსა? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას ვუხდი რადიო იმედს და მის მთელს გუნდს მოწვევისთვის, იმისათვის რომ დაგვითმეთ. წლევანდელი მოდური ტენდენციები როგორ გითხრათ, იცით რა, ჩვენ ვემხრობით ჩვენი ასე ვთქვათ მიმდინარეობა ემხრობა იმას, რომ მოდურია ყველაფერი ის, რაც ძალიან გიხდება. მით უმეტეს, რომ წლევანდელი წელი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფეხსაცმლის ტენდენციით. აქ არის როგორც კლასიკური, ასევე სპორტული ფეხსაცმელი მოდური და სპორტული ფეხსაცმლის ტენდენცია ცოტა წინ გავიქცევი. ძალიან პოპულარულია საქართველოში. პრაქტიკულად რაც ჩვენი მაღაზია გაიხსნა, რომ ვთქვათ 80% გაყიდვების ამოდის სპორტულ ფეხსაცმელზე. სწორედ ჩვენი სპორტული ფეხსაცმელი ოდნავ განსხვავებულია, ის არის კომბინირებული, ამიტომ რაღაც კლასიკურ ელემენტებსაც შეიცავს. წლევანდელი ტენდენციიდან გამომდინარე ძალიან რთული არ არის ფეხსაცმლის შერჩევა, იმიტომ რომ ქუსლის მრავალი კომბინაცია, ასევე ფერები, რაც ნინუკა დამეთანხმება, რომ ძირითადად ამაზე გვაქვს ჩვენს აქცენტი გაკეთებული ფერად ფეხსაცმელზე და ვცდილობთ ასე ვთქვათ ქართულ მომხმარებლებთან მივიტანოთ ფერების მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას, რომ ვოლატომ დაიწყო ფერადი ფეხსაცმელების ქართული ისტორია. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველები ხართ, მინდა აღნიშნო და რასაკვირველია, ფერთა გამა არის მნიშვნელოვანი. აბრეშუმი, ტყავი, პლატფორმა, სპორტული სტილი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სპორტული სტილი ძალზედ აქტუალურია. და ფერთა გამაზე კიდევ მინდა ნინუკა გითხრათ, რამდენად აკეთებთ აქცენტი. მნიშვნელოვანია ეს მომხმარებლისთვის რამდენად აქტუალურია, იმიტომ რომ ქართველი ქალბატონები მაინც რატომღაც შავისკენ ვიხრებით. იცით, კი, შავისკენ ვიხრებით, მაგრამ რაღაცა ისე დაემთხვა, რომ ჩვენი კოლექცია პრინციპში წარსდგა გაზაფხულზე. გაზაფხულზე უფრო მისაღებია ქართველებისთვის ის, რომ თქვათ, გაამრავალფეროვნონ თავისი გარდერობი და მხოლოდ შავ ფერზე არ გაჩერდნენ. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გაგვირისკავს და შესაბამისად ამ ჩვენმა ფერითმა გამამ საკმაოდ გაამართლა, იმიტომ რომ მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან შემოდის, აღფრთოვანებული რჩება, მართლა აღფრთოვანებული რჩება, რომ ვაიმე რა ლამაზია, როგორი ფერადია ყველაფერი და რა სასიამოვნო გარემო გაქვს. ანუ ჩვენ რეალურად შევეცადეთ, რომ მხოლოდ ფეხსაცმელი არ წარმოგვედგინა. შეგვექმნა გარემო, სადაც ძალიან სასიამოვნოა მომხმარებლისთვის მოსვლა და აი მართლა აღფრთოვანებულები დავრჩით ჩვენ თვითონაც, იმიტომ რომ ასეთ თბილ გამოხმაურებას არ ველოდით, მართალი გითხრათ, პირველივე დღეებიდან. არის ხალხი, რომელიც შემოდის და მადლობას გვიხდის იმისთვის, რომ თქვათ ასეთი მაღაზია გაიხსნა ქალაქში და რომ რა კარგია, რომ ეს არის წარმოებული საქართველოში. ამას უნდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი ტენდენცია ის, რომ საქართველოს აწარმოოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, და რეალურად მართლა მიხარია, რომ
ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვა ქართული წარმოების ფეხსაცმელი ავიყვანოთ რაღაც გარკვეულ დონეზე. ეს არ იყოს რაღაც ჩაბეულებრივი ფეხსაცმელი, არამედ იყოს ფეხსაცმელი, რომელიც მოეწონება თუნდაც ევროპელ მომხმარებელს. კარგით, ფეხსაცმელი მოეწონება ევროპულ მომხმარებელს და რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძლია მოირგოს თქვენს მიერ შეთავაზებული ფეხსაცმელი? რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძლია მოირგოს ჩვენი უკვე არსებული ფეხსაცმელი და აქვე დავამატებ, რომ ჩვენ ნებისმიერი მომხმარებლის სურვილს ვასრულებთ. ეს რას ნიშნავს? შეუძლია მომხმარებელს ჩვენთან მოვიდეს, გააკეთოს შეკვეთა მისთვის სასურველი მოდელისა, ფერისა, ზომისა და ასე შემდეგ და 3-4 სამუშაო დღეში მას დახვდება მის მიერ შერჩეული სტილის თუ ფერის ფეხსაცმელი დამზადeb. 3-4 დღეში. დიახ, 3-4 სამუშაო დღეში. ჩვენიერი, ანუ თუ გეგმავთ სადმე წასვლას და არ ვიცით რა ჩავიცვათ, ანუ ფეხსაცმელს გულისხმობ, შეგვიძლია მივიდეთ ვოლატოში და ვოლატო ფართო არჩევანს გვთავაზობთ. რასაკურველია დიზაინი არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ხარისხი. ხარისხზე ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან წარმოება საკმაოდ რთულია და მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვა მაღაზია გაიხსნა დაახლოებით 10 დღის წინ, ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს წარმოების, ანუ წარმოება დაახლოებით 15 წელი არსებობს. ეს ერთ დღეს გავიღვიძეთ მე და გვანცამ და უცებ გადავწყვეტეთ, რომ ეს ასე არ მომხდარა. აქ არის ჩადებული წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა ჩემი მხრიდან და ძალიან დიდი გამოცდილება გვანცას მხრიდან. ისე რომ საბოლოო ჯამში დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან სერიოზულ და კარგ პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს და რაც მთავარია, პირველ რიგში ჩვენ მუშაობთ კომფორტზე. ვიწყებთ მოდელის შექმნას კომფორტიდან და შემდეგ უკვე ამას ყველაფერს ებმება დიზაინი, ფერი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ხარისხი და ფასი პირდაპირ პროპორციულია. შეუძლია თუ არა საშუალო ფენის წარმომადგენელს შეიძინოს თქვენთან ფეხსაცმელი? რა თქმა უნდა შეუძლია, იცით რა, ჩვენ დავაკვირდით ასევე ჩვენს ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და ალბათ დამეთანხმებით, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოწოდებულია ან საკმაოდ ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი, ან ხარისხით ძალიან ასე ვთქვათ, დაბალი ხარისხის და შედარებით იაფიანი. პრაქტიკულად საშუალო სეგმენტი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოში ცოტა ძნელად მოსაპოვებელი იყო, ამიტომ დიდი ესე ვთქვათ ფიქრის და საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყავით ფრთხილად, მშვიდად შევსულიყავით მომხმარებლის ბაზარზე საშუალო ფენისთვის, საშუალო ფასებით და დაგვეწყო მუშაობა ამ კუთხით. თუმცა ჩვენ ასევე გვექნება აუცილებლად მაღალი ხარისხის VIP ხაზი, რომელიც იქნება სხვადასხვა ძირზე დამუშავებული, ტყავის მილიონი სახეობა არსებობს და ტყავიც იცვლება, ხომ გესმით, ან თავისი ღირებულება აქვს მასალას, თუმცა დღევანდელ დღეს რაც ჩვენთან არის ტყავის არჩევანი და ძირის არჩევანი წარმოდგენილი, ერთადერთი რაზეც აი მე და ნინუკა შეგვიძლია ეს გარანტირებულად ვთქვათ, რომ ყველაფერი არის ნატურალური. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ საქართველოში ტენდენცია ვენების დაავადებისა და ასე შემდეგ აღარ ჩამოყვები რაღაცა ტერფის პრობლემებისაც საკმაოდ ისეთია თვალშისაცემია და ამიტომ ვცდილობთ, რომ აი ზუსტად ამ აქედან გამომდინარე იყოს ბუნებრივი და იყოს კომფორტი. ჩვენ ძალიან დიდი აუდიტორია ყავს მსმენელის და ახლა ზუსტად შეგვიძლია დავაანონსოთ უკვე ის, რომ სულ ცოტა ხანში მე დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ სტუმრებთან ერთად და თქვენ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ მოიგოთ ვოლატოსგან სასაჩუქრე ვაუჩერი 50%-იანი ფასდაკლებით მარტივად ძალიან ვინც პირველი დაგვიკავშირდება, იმას აი ჩვენი ულამაზესი ქალბატონები სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ. ღია ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99 რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. We sing happy birthday to you and may all your dreams come true. Happy, happy birthday. This is your birthday song. Celebration all night long. მეც Happy birthday. გილოცავთ 25
25 აპრილს დაიბადა უსაყვარლესი ადამიანი ნიკა წულუკიძე. მას წარდგენა არ ჭირდება. ნიკა უყვარს მთელ საქართველოს. ნიკა რადიო იმედის დილის სამინისტრო მთელი გული და სულით გილოცავთ. წარმატებებს გისურვებ. ძალიან გვიყვარხარ და მოკლედ ყოველივე საუკეთესო გქონოდეს. რა ვიცი, ყოველთვის სულ ბოლომდე. აი, მართლა გული და სულით გილოცავთ ჩვენი სტუმრები. გადამღები ჯგუფი ოკაცეს კანიონი უნდა გადავიღოთ და გზაში ჩართული გვაქვს რადიო იმედი და თქვენ გისმენთ და ძალიან დიდი მადლობა რომ გაგახსენდით მეც გილოცავ. სულ გვახსოვ ხარ ნიკა. ანუ აღდგომას გულისხმობ ჩემო ბატონო და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო. ნიკა, ყოველივე საუკეთესო, წარმატებები, ძალიან გვიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც შენ აკეთებ. აი ესეთი ხალისიანი და კი ბატონო მიულოცეთ. დიკა, მაღაზია ვოლატოს სახელით გილოცავთ და მინდა რომ თქვენნაირი ადამიანები ძალიან ბევრნი იყვნენ, იმიტომ რომ თქვენი დანახვა და თქვენი მოსმენა ყოველთვის რაღაცა არაჩვეულებრივ ემოციასთან არის დაკავშირებული და გელოდებით ჩვენთან გვესტუმრეთ აუცილებლად. უღმესი მადლობა. კარგად ვსწრდებოდეთ ყველაფერს საუკეთესოს. მადლობა ნიკა. რადიო მსმენელს, რომელიც 10 წელი ესე ერთგულად გვისმენს. რადიოებიც უფრო დიდი ხანია, მაგრამ მე პირადად და დიდი მადლობა ამ ერთგულებისთვის. მადლობა ნიკა და ვიცი რომ ჩვენ მსმენელით შემოგვიერთთ და მოკლედ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდით კომპანია ვოლატოს დამფუძნებელი გვანცა შალამბერიძე და ნინუკა წიქორიძე, არაჩვეულებრივი ქალბატონები. ჩვენ უკვე პირველ ნაწილში ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ იმაზე და შევთანხმდით იმაზე რომ რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის კომფორტული, ხარისხიანი ფეხსაცმელი და რაც შეეხება ვოლატოს, თქვენ შეგიძლიათ ვოლატოში შეიძინოთ ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი, როგორიც გსურთ, თან ფერადი გაზაფხულს უხდება ფერები და თან ნატურალური ტყავი. უმნიშვნელოვანესია ხარისხი, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ხარისხი ფასის პირდაპირ პროპორციულია. მე ვახსენე მამაკაცები, ჩვენ სულ ქალბატონებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ქართველი მამაკაცები არანაკლებ ზრუნავენ თავიანთ გარეგნობაზე და კომფორტზე. ამასობაში სანამ მამაკაცების ხაზზე ვისაუბრებთ, მსმენელია ხაზე რასაკვირველია დაპირებული საჩუქარი, იმიტომ რომ ჩვენ შევპირდით მსმენელს, ვინც პირველი დაგვიკავშირდებოდა, მას გადაეცემოდა ვოლატოსგან 50%-იანი ფასდაკლებით სასაჩუქრე ვაუჩერი, ასე რომ მსმენელი ხაზია დილამშვიდობისა. მოგესალმებით, თქვენი სახელი? მაია. ქალბატონო მაია, გილოცავთ, თქვენ დღეს მოიგეთ ვოლატოსგან 50%-იანი ფასდაკლებით სასაჩუქრე ვაუჩერი, ასე რომ მიბრძანდით და გარწმუნებთ იმაში, რომ ძალიან ლამაზი, ულამაზესი, ფერადი, ხარისხიანი ფეხსაცმლის შეძენის საშუალება მოგეცემათ. არ გადაშოთ ტელეფონი, ჩვენი რედაქტორი. დიდი მადლობა. თქვენ საკონტაქტოს ჩაიწერს, აი ასე საჩუქარიც გადავეცით ჩვენ მსმენელს. ეს რაც შეეხება ქალბატონებს, ახლა კი მამაკაცებს ნამდვილად ვერ გავანაწყენებთ და სულ მალე უახლოეს მომავალში მამაკაცების ხაზის წარმოებას დაიწყებთ და ამაზე მინდა ისაუბროთ. თავისთავად, იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ხდება ხოლმე ისე რომ მეუღლეებთან ერთად მობრძანდებიან და ხშირად დაისვა ეს შეკითხვა რომ მამაკაცის ფეხსაცმელი როდის გექნებათ. შესაბამისად ჩვენც რა თქმა უნდა ისედაც გეგმავდით, მაგრამ დავაჩქარეთ უკვე პროცესი და საწყის ეტაპზე მამაკაცებს ალბათ უფრო სპორტული ტიპის ფეხსაცმელს შევთავაზებთ და შემდეგ უკვე გადავალთ კლასიკაზე. და გეგმავთ რომ ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ აი ძალიან აქტიური მოთხოვნა წამოვიდა კაცის ფეხსაცმელზე მამაკაცების მხრიდან. რაც შეეხება სპორტულ ფეხსაცმელს, თქვენ აღნიშნეთ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ სტილის ფეხსაცმელზე. მართლაც ასეა, იცით რა, შეიცვალა გემოვნება. ანუ დღევანდელ დღეს ფაქტია რომ სპორტულ ფეხსაცმელს უხდება, მე მგონი დამეთანხმებით თამაში ყველანაირი სამოსი, ხო? ჯინსები იქნება ეს თუ რა ვიცი სპორტული თავისთავად, კლასიკური სამოსი და რას გვეტყვით ამაზე? ჩვენ ასე ვთქვათ, გავთავისუფლდით, ხო, რაღაც გარკვეულ კლეშეებში აღარ ვზივართ, არ ვართ მოქცეული. დაგეთანხმებით აბსოლუტურად, სპორტული ფეხსაცმელი თვითონ შეიცვალა. ანუ თუ ადრე სპორტულ ფეხსაცმელში იყო უშუალოდ სპორტული ელემენტები, ძირით შედარებით სარბენი, სასიარულო, სავარჯიშო, ეხლა სპორტულმა ფეხსაცმელმა მიიღო აბსოლუტურად სხვა დატვირთვა. და ძალიან ასე ვთქვათ, გაუთანაბრდა პრაქტიკულად კლასიკურ ფეხსაცმელს. ანუ ისეთივე აქსესუარი გახდა, როგორც დაუშვათ კლასიკური ფეხსაცმელი. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მოდის ტენდენცია შეიცვალა. რა თქმა უნდა, დღესაც ისეთი
სპორტული ბრენდები აწარმოებენ ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, სპორტულ ფეხსაცმელს, ანუ გულისხმობ ძალიან კარგს, რომელიც ალბათ ყველას ჩვენთაგანის გარდერობში მოიძებნება, ასევე მეორე დატვირთვა შეიძინა. როდესაც ქვედა ბოლოსთან, ზაფხულის კაბასთან, თხელკაბასთან და ძალიან მოდურია ისინი რუჩთან, ძალიან კარგად გამოიყურება. ამიტომ ზუსტად ჩვენს ფერად სპორტულ ფეხსაცმელს თავაზობთ მომხმარებელს იმისთვის, რომ ყველანაირ მის სამოს ეს ფეხსაცმელი და თან პლუს ამას მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სპორტული ფეხსაცმლით ისევე შეგიძლიათ წახვიდეთ სასეირნოდ და გაასეირნოთ ბავშვი პირობითად ვამბობ სუფთა აირზე, როგორც შემთხვევით უცებ დაგირეკეს და აღმოჩნდით სადღაც წვეულებაზე, მერწმუნეთ, რომ ეს ისეთი სპორტული ფეხსაცმელია, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ გარემოს, ასე ვთქვათ, ერგება. კარგი, ძალიან კარგი. დავუშვათ, თქვენთან შემოდის მომხმარებელი და უნდა რაღაც, მაგრამ არ იცის რა უნდა. ამ შემთხვევაში ითვალისწინებთ თუ არა პიროვნების ინდივიდუალურობას და როგორ ურგებთ ფეხსაცმელს? მაგ თვალსაზრისით ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ყავს არაჩვეულებრივი კონსულტანტები მაღაზიაში, რომლებიც საკმაოდ დიდი გამოცდილებით არიან და შესაბამისად მათ არ უჭირთ დაეხმარონ მომხმარებელს. ყოფილა ეგეთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ საყიდლად შემოსულან, მაგრამ ცოტა დაბნეულან, იმიტომ რომ მართლა დიდი არჩევანი გვაქვს მაღაზიაში, მაგრამ საკმაოდ ისეთი კარგი არჩევანით გასულან საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილები და აღფრთოვანებულები, რომ წაიღეს ზუსტად ის, რაც უნდათ და რაც მოწონდათ. კარგი, ეს ძალიან კარგი და რაც შეეხება ბავშვებს? რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვებზე ჩვენ რაღაცა ასეთი ვერსია გვქონდა და პრინციპში გვინდა რომ ეს ვერსია განვახორციელოთ, რომ არსებობენ ესეთი ჩამცმელი დედიკოები, რომლებსაც ძალიან უყვართ, რათა მათ შვილებსაც რაღაცა დაახლოებით იგივე ტიპის ფეხსაცმელი აცვიოთ. თუ მაგ ტიპის შეკვეთა შემოვიდა ჩვენთან, ჩვენ რეალურად გვაქვს იმის საშუალება, რომ ეგ შეკვეთაც განვახორციელოთ. კარგით, რამდენად სწრაფად იცვლება მოდა და რთულია თუ არა ის, რომ მოდურ ტენდენციას აყვა, იმიტომ რომ ყოველი ახალი სეზონი ხო ახალ რაღაცას გვთავაზობს. მოდა რა თქმა უნდა სწრაფად იცვლება და განსაკუთრებით სწრაფად იცვლება ქართველი მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ქართველებს ძალიან მალე ბეზრდება ყველაფერი და სულ რაღაც ახლის ძიებაში ვართ, მაგრამ რეალურად ეგ ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ნამდვილად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკმაოდ სერიოზული გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში და შესაბამისად უკვე ვიცით, როდის რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. დიახ, როგორც ამბობენ მოდა ბრუნავს, ხო? თუ არ ვწდები სადღაც 20 წელიწადში ერთხელ, სადღაცა ისე ხო, მეორდება დაახლოებით. დავუშვათ, თქვენ რაღაც წარსულს ითვალისწინებთ თუ არა და იქიდან გაქვთ თუ არა რაღაც ელემენტები დავუშვათ გამოყენებული. წარსულიდან 20 წლის წინანდელი. თუ დავუშვათ, ავიღებთ პლატფორმებს, ხო? ნუ ახლა დედა ჩემი ახალგაზრდობას თუ გავიხსენებ, დედას ჰქონდა ძალიან ბევრი ფეხსაცმელი პლატფორმაზე და ნუ ეს მე გიყვებით 20 წლის წინანდელ ამბავს კი არა, სადღაც 30 წლის წინანდელ ამბავს. ანუ მოდა ბრუნავს, ხო? რა თქმა უნდა ბრუნავს და უბრალოდ როგორ არის იცით, დღეს რაღაცა მაინც ცდილობენ რომ პრაქტიკულ ფეხსაცმელს მიანიჭონ უპირატესობა. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი სადღაც გამოსასვლელად იბრძანდება, ანუ რაღაცა ივენტზე, შესაბამისად არჩევს უფრო ესეთ გასაპრენჯ ფეხსაცმელს, ასე ვთქვათ. მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვაკმაყოფილებთ მის მოთხოვნილებას, მაგრამ ძირითადად დღესდღეობით მაინც მოთხოვნა არის პრაქტიკულ ფეხსაცმელს. დიახ, რაც შეეხება კონსულტანტებს, ალბათ კონსულტანტები ითვალისწინებენ რასაკურველია ქალბატონის გარეგნობას, იმიტომ რომ ინდივიდუალურად უნდა მოვარგოთ, ხო? დავუშვათ, შემოვიდა მომხმარებელი და ნუ მას მოთხოვნა უნდა ესეთი სპორტული სტილის ფეხსაცმელი. მაგრამ კონსულტანტი ხვდება იმას, რომ მას ეს სტილი არ უხდება. ამ შემთხვევაში რას აკეთებთ? რა თქმა უნდა ვაძლევთ საშუალებას რომ მოირგოს სპორტული ფეხსაცმელი და მერე შეთავაზების სახით ძალიან მშვიდად წყნარად ჩვენი კონსულტანტები ცდილობენ რომ მოარგონ სხვა ფეხსაცმელიც, რომელიც მისი შეხედულებით მის კომპლექციას თუ ფეხის ფორმას უფრო მოუხდება. თუ მომხმარებელი დაჟინებით ითხოვს რომ არა უნდა ის, რა თქმა უნდა ჩვენ მას აქტიურად მის არჩევანში რა თქმა უნდა არ ვერევით, თუმცა ძალიან რბილად
ფრთხილად ვაჩვენებთ ჩვენ მაღაზიაში, როდესაც მობრძანდებით, ნახავთ, რომ ძალიან ბევრი სარკე გვაქვს. ქართული ხასიათის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი სარკე გვაქვს, მაღალი, დაბალი, ასე შემდეგ, რომ ყველანაირად ნახოს მომხმარებელმა საკუთარი თავი მთლიანად, ასე ვთქვათ, ფეხსაცმელთან მიმართებაში. ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებასაც, რომ წაიღონ სახლში, მოირგონ ფეხსაცმელი, თუ დაუშვათ რაღაცა დისკომფორტი შეექმნათ, შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცა ისე ვერ მოირგონ, როგორც სახლში და შემდეგ უკვე გვაწვდიან უკან ამ ფეხსაცმელს ჩვენ თუ რაღაცა ვამუშავებთ და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებელს მოვერგოთ. კარგით, მოკლედ რაც შეეხება კომპანია ვოლატოს, ვოლატო ყველანაირად ცდილობს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ მომხმარებელს მოერგოთ, მომხმარებლის გემოვნება დააკმაყოფილოს, ასე რომ ქალბატონებო და მამაკაცებო, თუ გნებავთ, რომ გაიხალისოთ თავი, თუ გნებავთ ხარისხიანი ფეხსაცმელი შეიძინოთ, მიბრძანდით ვოლატოში და თქვენ იქ არაჩვეულებრივი ფერადი საგაზაფხულო არჩევანი გელოდებათ. ჩემი სტუმრები იყვნენ კომპანია ვოლატოს დამფუძნებლები გვანცა შალამბერიძე, ნინუკა ციქორიძე, მე ქალბატონებო წარმატებას გისურვებთ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან აქამდეც რასაკვირველია წარმატებულია უკვე თქვენი ბრენდი, მაგრამ დღეიდან ძალიან გაიზრდება მომხმარებლის რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს. ახლა კი გადაცემის დასასრულს დაპირებული ამ კვირის აქტიური ვაკანსიები. რაც შეეხება ვაკანსიებს, გთავაზობთ სისტემის ადმინისტრატორს, თარჯიმნები ევროპული და აზიური ენების, მომარაგებელი ფილიალის მენეჯერი, გაყიდვების სფერო, პრისელერი, რეცეპტიონისტი, ადმინისტრატორი, ოფისის ასისტენტი, კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი, ანიმატორი. დარეკეთ ნომერზე 235 78 95 გვითხარით თქვენთვის მისაღები ვაკანსია. დაგვიტოვეთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ სამსახური კონკრეტული ვაკანსიების სანახავად ეწვევით ჩვენს ოფიციალურ ვებ-პორტალ იმედი FM და Facebook-ის გვერდს. კი ბატონო, ისმენთ? ვერ გიშვებთ, იცით, აი არ მემეტებით სტუდიიდან გასაშვებთ, მაგრამ რა ვქნათ იწურება ეს დრო. არც ჩვენ არ გვინდა თქვენი სტუდიის დატოვება. ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის, ესეთი თბილი და კარგი გარემოსათვის, რაც ისმინება, მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ესეთი გარემოა, მე პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და მოხარული ვიქნები კიდევ გესტუმრობთ. სიამოვნებით იმას თემასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწევთ თქვენი დახმარებით, თქვენთან ერთად, მობრძანდით გვეწიეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, წარმატებული ეთერი და წარმატება რადიო იმედს. დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ, მე კი მსმენელს დღეს ვემშვიდობები, საუკეთესო ლამაზ დღეს გისურვებთ, ხვალ კი დილის რადიო იმედის დილის სამინისტროს კარებს დავით მაღლაფერიძე შემოაღებს, ასე რომ დროებით. კარგად, ნახვამდის, მადლობა გოგოის. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. Kalbatonebo da batonebo, rigito mokalakeno da aramarto, mogesalmebat dilis saministro. Gthovt miesalmot, dilis ministres, Nino Meunargia da David Mağlaperidze.